ჩავთოთ ბესო მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. საღამოშიდობისა. ხუდიძის ბესო, იმედია სიცივის გამო. კონსტიტუციას ხო არ ვარღვე ხუდით როზე. არა. ვინმე სუფლებებს ხო არ ვლახავ რა. აი უკან კავკასიის ლოგოა და ჩვენ არ ჩაგითვლით შეურაცხყოფად კავკასიის ლოგოზე. არანაირი ფორმით. ჩვენ ქვეყანაში დემოკრატია. ბესო, თქვენ როგორ ფიქრობთ ვინ მოიქცა არასწორად, მოკლედ ადამიანი, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა სვანეთის ხედებს, ასე ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებმაც ჩამოვთვლი, ის ადამიანები, რომლებმაც მასზე ღია ჩანს, რომ გარკვეული მუქარა თუნდაც სუბუქი განახორციელეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც არ მოახდინა რეაგირება არც თუ ერთმა დაარღვია კანონი იმაზე ან მეორემ თუ დაარღვია კანონი და თუ საზოგადოება რომელიც ამაზე ამდენ ხანს მსჯელობს. მოდი ბოლოდან დავიწყოთ, უფრო უკეთესი იქნება. მე მიხარია რომ არავის კონსტიტუციურ უფლებებს არ ვარღვევ და შესაბამისად გამოხატვის თავისუფლება მაქვს და მინდა ქუდით დავშდები და მინდა კი ბატონო, ჩვენთან ნებადართულია. ხო, ძალიან რა, მე მგონი კანონში კონსტიტუციაში წერია რომ არ შეიძლება ქუდით დაждომა, არ არის ხო ვინმე შეურაცხყოფა, ხო? არა, უბრალოდ ისეთი ასოციაციაა რომ ძალიან ცივა ჩვენთან ნიუსრუმში და ეს უბრალოდ მე იტყვიან აკუბარდიას პლიტა აღარ აქვს და რაღაც ეგეთებ და ამიტომ შევწუხდით. უბრალოდ არ გიხდება. კომპანიის შეგიძლევს რუნავ და ამიტომ დავაკონკრეტოთ რომ ეს პერფორმანსია და არა სიცივის გამო არ ზიხარ გაფიშო. არანაირი სიცივისგან გამოწვეული რაღაცა აჟიტირება. კარგი, ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. ახლა მოდი სერიოზულად მივუდგეთ ამ სამს. რა გინდათ ამ ბიჭის სახელსა და გვარს მე მივხვდი რომ არასაჯაროებთ თქვენ თუ არც არის ცნობილი პრინციპში ოფიციალურად არ სახელდება ერთი წამით. მე ვიცი და შემიძლია ვთქვა, მაგრამ არ ვთვლი აუცილებლად რომ დავასახელო. არა, ნუ ჩაულებრივ ადამიანმა ვაჟკაცურად ბოდიში მოიხადა. შეულებრივად ჩათვალა რომ იყო ბოდიშის მოსახდელი ბესო? იცი რა არის? ნუ მან ჩათვალა რომ ბოდიშის მოსახდელი იყო. თავისუფალი ქვეყანა ვართ. რასაც უნდა იმას გააკეთებს, თუნდა მე ხომ მე მინდა აქედან წავიდე მაგალითად დადიანების სასახლის წინ უნდა გადავიღო შიშველმა ფოტო. ვინმე შემაჩერებს? ვერანაირ შემაჩერებს, იმიტომ რომ მე კონსტიტუციას არ ვარღვე. მე ეს ჩემი პრობლემაა ამორალური. იყო შეურაცხყოფელი თქვენი აზრით? ვისთვის? სვანებისთვის, აი ამ ტიპის ფოტო. როგორც აღმოჩნდა, ყოფილა შეურაცხყოფელი სვანებისთვის აი ამ ტიპის პერფორმანსი და ამიტომაც ბიჭმა შეიგნო ეს რუდოლფმა რუდოლფია თვალსა ივანოვია გვარად და საქართველოში ცხოვრობს შეიგნო ეს ყველაფერი და ბოდიში მოიხადა ესე ვაჟკაცურად ადგა და მოიხადა ბოდიში, მაგრამ არის კიდევ ესეთი დაწერილი კანონების გარდა სხვა დაუწერელი კანონები რა რომელსაც როგორც წესი იმედია ბოლო გამოსვლაში ფაფახი არ იქნება. როგორც წესი ემორჩილებიან ხოლმე ქვეყანაში და სადაც მიდიან ხოლმე იქაო ქურც იხურებენ ხოლმე არის ესეთი გამოთქმა ერთი ქართული და აქედან იმალება უკვე დავინტრიგ. კი ბატონო. არაფერი დასაინტრიგებელო დამცხა უბრალოდ მოვიხარ. ხო და არის ესეთი მაგას ამის მასალაფერი არ დაუშავებია როცა გარეთ კედელზე არის კურსი 2.67-ია რა დროს რუდოლფის გაშიშვლებული ის არის ხეული მithumetes ბიჭმა ბოდიში გადაიხადა უბრალოდ კითხვა მაქვს ესეთი მე რომ ეხა ავდგებ და აქედან დადიანების სასახლის წინ გადავიღო შიშველმა ფოტო ხო არაფერს არ მეტყვის არავინ არ ვიცით ხო და აი ამაზე ვჯელობთ ჩვენ ზუსტად ვინაიდან აღმოჩნდა რომ ამ ქვეყანაში რაღაცეები რაც შეიძლება არ გეგონოს რომ იყოს ვინმესთვის შეურაცხყოფელი დაკრძალული ასე აღმოჩნდეს როგორ ფიქრობთ სამომავლოდ შექმნის თუ არა ეს პრობლემებს რომ აი არიან რაღაცა მორალისტების რაღაც ჯგუფები რომლებსაც შეუძლიათ ვიღაც მინიმუმ დატუქსონ გააფრთხილონ რომ შენ ეს მეორედ აღარ გააკეთო ხომ არ ჯობია რომ ჩამოვწეროთ წესები სად რა შეგვიძლია გავაკეთოთ და სად რა არა ჯობია ამაში მონაწილეობა კი არა თავი და თავი უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ალბათ არ ვიცი ხა მორალური პოლიციის წარმომადგენელი მე არა ვარ არც რაღაც სახელმწიფო პოლიციის წარმომადგენელი ვინცაც ევალება კანონების არ შეიძლება მორალური პოლიციის წარმომადგენელი უფრო ვარ ვიდრე შსს პოლიციის ამიტომ ვიღაცა უნდა დაწეროს ეს ყველაფერი და დაწერილი კანონები შეუთავსოს დაუწერელ კანონებს რომელიც ამ ქვეყანაში მოქმედებს უკვე საუკუნეებით ცოტა კომიკური ხო არ იქნება რომ დადიანების სასახლიდან დაარეკეს ბესო მოდის ჩუბინიძე და არ დავინახოთ აქ ანუ ცოტა კომიკური ხომ არ იქნება ჩამოწერო სამოგზაურო გიდებში ასე არ ნახოთ მოდგმული დადიანების სასახლის წინ ესე იგი მე ვერ გადავიღებ შიშվել ფოტოს რა ცუდი არა და როგორ მინდოდა მაგის გაკეთება ბესო ხომ არ იქნება აქ ამაზეც ვჯელობდით ბოლოსკენ დასრულისკენ უნდა წავიდეთ და კითხავთ ასე საქართველოს
სვანეთში ტურისტების ჩამოსვლისთვის ხომ არ იქნება ცუდი ეს ვინაიდან კი ბატონო სვანეთში ზირთად ექსტრემალებიან რაღაც ეკოტურიზმის მოყვარულები დადიან ხო მაგრამ მეც მგონია რომ მათ რომ საფრთხეები გაეზრდებათ არაპროგნოზირებადობა გაიზარდა ამ ქვეყნის არ არის ასე არაპროგნოზირებადობა პირიქით მშვენიერი რეკლამა გაუკეთა ამ ბიჭმა თავის რა ქვია ქვეყნის ერთ-ერთ კუთხეს ამ შემთხვევაში სვანეთს უამრავი ტურისტი ჩამოვა ამის შემდეგ რა თქმა უნდა ისინი ვერ გაბედავენ ასე თამამად გახტას იმიტომ რაღაც მაგრამ უამრავი დაინტერესდება ამ ბიჭმა ძალიან მაგარი საქმე გააკეთა და კიდე იმ ორ მახის ამ ისტორიაში მაინც დადებითი უნდა ვეძებოთ უნდა აბარა ყველაფერს პოზიტიური და დადებითი არაფერი არ არის პოლიცია უნდა დადგეს უბრალოდ კიდე ერთი საკითხი არაფორმალური სამართალი რომ კვიდრდება და ვიღაც წვეთს ბოდიში ვინ უნდა მოიხადოს და ვინ არა ეს არ არის ცუდი ვინ გადაწყვიტ პატარა ბიჭებმა რო გადაწყვიტეს რაგბისტი ბიჭები რომ არიან კი ბატონო მათმა თავისი ვაჟკაცური გამოვლინება ჩაატარეს და ესე მეგობრულად ურჩიეს და იცი რა არის ვიღაცამ თქვა წეგან არ მახსოვს მე მგონი გურამმა რომ ბოდიში რო არ მოეხადა ამ ადამიანს მაშინ რა მოხდებოდაო ხო ან ცემაში გახევდნენ შუაზე ან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჯა რაღაცა მოხდებოდა ხო ანუ ნამდვილად მოხდებოდა თქვენი აზრით რაღაც ხო ასე არ დამთავრდა რა რაღაცა მოხდებოდა მაგრამ ღვთის მადლით აღმოჩნდა შეგნებული ქართველი ბიჭი რომელსაც შეეშალა რა ქართველი ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ზუსტად ბესო ახლა რომ არ აღმოჩნდეს შეგნებული და აღმოჩნდეს ძალიან იდეური ადამიანი რომელსაც უნდა იმ ფონზე შიშველი ფოტო და არ დათმობს მოხდებოდა ის რაც დაემართა თუ არ ვწდები თათუშეთში თუ კი არა და არ გამასოს ხევსურეთში იმ ორ გეი ტურისტს რაც უქნეს იქ იმათმა რა ქვია მოსახლეობამ ის მოხდებოდა დაისჯებოდა შემდეგ რა თქმა უნდა ის დამნაშავე რომელიც სცემდა ამ ტურისტს რომელიც ვერ შეიგნებდა ტურისტი არ არის კაცო ჩვენებურია რომელიც ვერ შეიგნებდა ამ ყველაფერს ანუ საქართველოს აქედან გამომდინარე ტურისტები ძალიან საშიში არა მხოლოდ ტურისტები ადამიანი საქართველოს მოქალაქეა ხო და ანუ ჩვენთვისაც საშიში ქვეყანაა იმიტომ რომ არაფერი საშიში არ არის რა მარტივია ძალიან მარტივია სადაც მიდიხარ იქაური ქუდი დაიხურეთ არც არავინ გცემს არც არავინ საქმეებს არ გაგიჩევს კონსტიტუციაც დაგიცავს როცა საჭირო იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგიცავს შვიდათ უნდა ისაუბრო ხა ვიღაცამ თქვა რამ შვიდათ საუბრობსო აბა რატომ უნდა აუღელდე ადამიანმა ვაჟკაცურად ბოდიში მოიხადა. იმდენარი ქუდი გეხურა დღეს გადაცემაში რომ აი ხო. წინასწარ გაამზადე მე მგონი ყველა კუთხის ქუდი. და საერთოდ დიდი მადლობა. ასეთი არა მოდი გაუმარჯოს თავისუფლებას რომელიც საზღვრებში ჯდება. მე მგონი მე სადაც დავიწყე დიდი მადლობა ბესო ჩუბინიძე იყო ჩართვით ჩვენს გადაცემაში დავბრუნდეთ სტუდიაში და შევაჯამოთ ჩვენი საუბარი. კაპიტან თაკო საბოლოო ჯამში მთლად ასე არ არის როგორც თავიდან დაიწყეთ თქვენ მე არა პირიქით ცუდი ამბავი შეიძლება იყოს ის